ახლა მინდა გადავიდე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ჭარბათაა მომხდარი და არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ პირველს დავიწყებ მაინც ეკლესიაში რა განცხადებებიც გაკეთდა და ჭაღმაიძის ინტერვიუ რაც იყო ჭაღმაიძის ინტერვიუ, ამას მხოლოდ და მხოლოდ დებილი ვერ დაინახავდა. მხოლოდ და მხოლოდ დებილს არ ექნებოდა ამაზე რეაქცია და მხოლოდ და მხოლოდ დებილი და ავადმყოფი დახუჭავდა ამ ყველაფერზე თვალს. გამოვიდა დემონი ჭაღმა საქართველოს საპატრიარქოს სახელით და ყველას პირდაპირ ეთერში მოგვახსენა, რომ რამოდენიმე წლის წინ თურმე შიგ ევროპელები ჩამოვიდნენ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი და ესეთი ხალხი და შეხვდნენ საპატრიარქოს და LGBT პროპაგანდა მოთხოვეს უკვე საპატრიარქოს პირადად, რომ რამენაირად LGBT პროპაგანდა გავრცელებულიყო ესა რა ქვია მღვდლებს ეკადაგათ სოდომია საქართველოში, იმიტომ რომ ეს უდიდესი მხარდაჭერა იქნებოდა და მე რა მოხდაო კაცო, ჩვენც ვიყავით ადრე ჰომოფობებია, მაგრამ მე უკნიდანო გავნათლდითო და უკნიდან განათლებულებმაო ეს ყველაფერიო ესე ვქენითო. ვინმე ეჭვიეპარებოდა რომ ასე იყო? ვინმე ეჭვიეპარებოდა ამ ყველაფერთან მიმართებაში რომ ასე იყო? აი რომ გამოდიოდით და ხალხს აბულებდით, მათ შორის სასულიერო პირები, ძალიან ბევრი, რომ თურმე საქართველოს წინ ევროპისკენ უნდა იაროს, შიგ ევროპისკენ უნდა იაროს და იმიტომ უნდა იაროს, რომ ევროპა ქრისტიანული ღირებულებების ერთობა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ბოდავდით ამას. და ხან პატრიარქის ამონაჭრელებს რო დებდით და ამით ამყარებდით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ქოცები, რომლებიც ვენებს იჭრიდით. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, სადაც ამ ნაგვებმა ევროკავშირის ბიუროკრატებმა გაბედეს ის, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მოეთხოვათ ის, რომ LGBT პროპაგანდა ეხორციელებინ. წარმოგიდგენიათ ხალხო? და ეს ხდება 10 წლის თავზე ხდება მას მერე, როდესაც პირველად საქართველოში გეი პარადის ჩატარება ცადეს და ალბათ მაშინ გახსოვთ ქართველი ხალხის რეაქცია, 100,000 თბილისელი გამოვიდა ქუჩაში და თავზე გადაამხეს ყველაფერი ამერიკის ელჩის მოადგილე ესენი კიდევ წააყოლეს ზედ. თუმცა მის მერე ბიძინა ივანაშვილმა ქართულმა ოცნებამ და ამათმა იმუშავეს ხალხის განათლებაზე და გაანათლეს ხალხი და 10 წელი იყო გასული. ამ უკნიდან განათლებას რაც ცდილობდნენ ქართველი ერისას და 10 წლის თავზე უკვე ჩამოვიდნენ და ისე იყვნენ გაბლატავებულები, რომ მოთხოვეს ესა რა ქვია, სოდომიის ქადაგება. ხალხო, მსგავსი რამე. აი წარმოიდგინეთ თავის დროზე შაჰ-აბას და თემურლენგს და ამათ მურმანყრუს და ამათ არ მოსვლიათ თავში აზრად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ეთქვათ, რომ ისლამი იქადაგება. არ მოსვლიათ თავში, იმიტომ აი ესეთი ავადმყოფები არ ყოფილან ისინი. მონღოლებს საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. მონღოლებმა პირიქით საერთოდ გაათავისუფლეს მართლმადიდებლური ეკლესია გადასახადებიდან და ყველაფრიდან. ბიჭო, ახლა ამათ ხო სალაპარაკო აქვს, რომ ავტოკეფალია გაგვიუქმა რუსეთის იმპერიამ და ამან და აი ახლა ავტოკეფალია გაგიუქმა, ხო, მაგრამ ქრისტიანობაზე უარი ხო არ უთქვია. ხო, დაქვემდებარებაში ცხოვრობდი ქრისტიანული წესით. ისე როგორც ბიზანტიის პერიოდში იყო, ხო? და აქ ეს თქვენი მეგობარი, ძმა და მეგობარი ჩამოდის, რა ვიცი, რომელი გენდერის წარმომადგენელი იყო ეს ქალი, მე არ ვიცი, და საქართველოს საპატრიარქოს ითხოვს, რომ საქართველოს სასულიერო პირებმა საქართველოში იქადაგონ ქრისტიანობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც ცოდვაც ისტორიაში სოდომ-გომორის სახელით არის შესული და დაგმობილია, აღარ ვამბობ იმას, რომ გადაშალეთ ეს, რა ქვია, რუის-ურმნისის კრების დადგენილება და მე-18 პუნქტის ჯულის კანონიდან როგორ გმობს ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. აი და ამდენი წელი ჭაღმაიძე და ეს ნაგვები, ვინც იქ არიან საპატრიარქოში ჩაბუდებულები, როდესაც მოდიოდა ამათი ესა რა ქვია,
მარტის კატებივით რო არიან ატეხილები და ატეხილობა რო აქვთ ემაში რა ქვია ზაფხულის პირველ თვეში და პრაიდები და პარადები ტარდებოდა და როდესაც ვითხოვდით ჩვენ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისგან გადამწყვეტ მხარდაჭერას გვერდში და გვგმობდნენ არა გამოვიდოდნენ და ჩვენ მართალია ეს მაგრამ ძალადობას ვემიჯნებით და ასე შემდეგ და ჩვენ ამას ვგებულობთ 3 წლის მერე 3 წლის მერე ვგებულობთ ამ ყველაფერს ამაში თქვენ ხალხო ვერაფერს ვერ ხედავთ ამაში თქვენ ვერც ქრისტიანობის ღალატს ხედავთ ვერც სამშობლოს ღალატს ხედავთ და როდესაც დაჭირდათ გამოვიდა აგერ ქოცების პროპაგანდონი ტელევიზია და გამოვიდნენ საპატრიარქოს ყანდური და ეხლა როდესაც დაჭირდათ პოლიტიკურად დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ თუ რაც ხდებოდა და ეს არის კიდე სადღაც 1% იმ ყველაფრის 1% რაც ხდებოდა იმიტომ რომ როგორც ესენი ყვებიან და ისედაც ვიცოდით რომ ესენი მიწვეული ყავდათ ბრიუსელში ესენი მიწვეული ყავდათ შეერთებულ შტატებში და აქ პირდაპირ თხოვდნენ იმას რომ როგორცაა დადუმებული კათოლიკური ეკლესია ლუთერანული ეკლესია ან ანგლიკანური ეკლესიაში და იმაში უკვე საერთოდ სასწაულებია მომხდარი და იქ ჰომოსექსუალები მგლები არიან ლესბიან ქალია ძოლი ყავს უკვე საშინელებები ალბათ იმ ხრივ განათლებას უტარებდნენ ამათ და ესენი იმდენსაც ვერ ბედავდნენ რომ ეს სიმართლე ჩვენთვის ხალხისთვის ეთქვათ რომ ამას გვიკეთებენ და ამას ითხოვენ და ვგებულობთ აგერ 3 წლის მერე და თურმე მაშინ პრობლემები იყო და ეს როგორ ეთქვათ ახლა ამბობენ აი ეს არის გადაგვარების უმაღლესი დოზა რომელი გადაგვარების უმაღლესი დოზა უკვე მოწამლულია ამით ეს დასავლეთზე აზრეთ მეტია ლაპარაკი მაგრამ ვინც იქეთკენ წავა აი მათი გზა ახლა დადგა მომენტი, როდესაც ახლა ევროკავშირი ცუდი გახდა. იმიტომ რომ სანქციები მოთხოვა, ომი მოთხოვა, უბედურება მოთხოვა, ბიზნეს ფულებს შეეხო. და ახლა დადგა დრო, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამოვიდეს. ამას ჩვენ როდესაც ვამბობდით? არა, ჩვენ ქვეყანაშიც გვდევნიდნენ ამის გამო. და სხვის ქვეყანაშიც როდესაც მოვხვდით, აქაც რო პრობლემები ჰქონდა, მილიონი აქაც ჰქონდათ გადმოგზავნილი ასობით დოკუმენტი იმის შესახებ, როგორი ბნელები არიან, როგორი ცუდები არიან, როგორი მოძალადეები არიან, როგორი მკვლელები არიან, როგორი ყაჩაღები არიან, რომ იქ ხო ვერ ვიქნებოდით, ჩვენ სამშობლოში ხო ვერ ვიქნებოდით ნორმალურად. სხვა ქვეყანაშიც რო ყოფილიყავით ნორმალურად. აი, ეს არის ამათი ღალატი, ამიტომ თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო ახლა რომ ამბროსი ხელაიასთვის, თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა აი ამ არაფერს ვამბობ უკვე ჭყონდიდელზე და არაფერს არ ვამბობ იმ სასულიერო პირებზე, რომელთა შეწირვაზე დგას საქართველოს და საქართველოს ისტორია, ვინმე მისულიყო და ეთქვა, რომ ის კი არა, რომ აი თქვათ და მოდი ხო LGBT-ებს და იმათ არ შეეხოთ, ისინიც ადამიანები არიან და თქვენ გამოდითო და პირველ რიგებში ჩადექითო და იქადაგეთო, დიდი ძალა გაქვთო და ღმერთის სახელით გაუმარჯოს უკნიდან განათლებას და გაუმარჯოს უკანასო. ვინმეს და აი ესეთი ან კირიონისთვის, ან ნებისმიერი სასულიერო პირისთვის, რომელიც სასულიერო პირმაც თავისი წვლილი შეიტანა როგორც ქვეყნის, როგორც ფიზიკურ სულიერ გადარჩენაში, ესენი დუმდნენ. ჩუმათი ყვენ. იმიტომ ასე იყო მაშინ საჭირო და ახლა ასეა საჭირო. კიდე ბევრი რაღაცა მოყევით საინტერესო და მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოში საპატრიარქომ დიდი ხანია დაკარგა ყოველნაირი კავშირი დაკარგა სულიერებასთან, ქრისტიანობასთან და ის არის მხოლოდ და მხოლოდ გადაქცეული პოლიტიკურ ერთეულად და ყველაზე საშიშ პოლიტიკურ ერთეულად. ყველაფერი უბედურების ხელდამსმელი იყო და ხელდამსმელია დღესაც. ეს არის სიმართლე. ამ სიმართლის მიღება არ უნდა ამ ხალხს. რომ შემოგისევენ ფანატიკოსებს და ატყდება წიმილ კივილი. და რატო? ყველაფერში არის თანამონაწილე. აი დღეს რაც ხდება? არაბიზაციის საკითხებთან დაკავშირებით და აი ახლა მინდა ამ საკითხზე გადავიდე, ყველამ თუ შეიძლება ყურადღებით მომისმინო.
ის ტერიტორიები, რაზეც არაბული ქალაქი უნდა აშენდეს, საპატრიარქოს გაყიდულია. საპატრიარქოს გაყიდულია. ყველამ ვიცით როგორ მოხდა ეს და რანაირად მოხდა. იქ გადაცემა სახელმწიფოზე, სახელმწიფოდან გადმოცემა ასე. დევიდ, რას გეტყვი, იცი? შენი ურია დედას შევეცი პირადად. შენი ლიჩნად. და ყველა შენაირი დედამოწყმულის და ყველა შენაირი დედამოწყმულზე აყოლილის, ეგე? მოდი აგერ და მოგასვენებ მე შენს და დედა შენსაც და თუ ვინმე ყავს შენი წილი მანდილოსნები 18 წელზევით მომიყვანი აქ და მიგიხედა რო იცოდე ისე რა ხო ეს ასე და შენაირებს რა ეს კოლექტიური პასუხი გაქვთ არ შევჩელდები ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს შემოარდა ახლა ურია ეთყობა შორენა თეთროაშვილის მარჯვენა ხელი სავსეხუარი საპატრიარქო ურიული აგენტურით და ეთყობა ემეშობა კოცებზე საერთოდ არ ამაკ ლაპარაკი ეს თავიანთი საყვარელი სამშობლო რო ისაყავთ რა ქვია ისრაელი რო ყავთ ხო და ეხლა რა შეიძლება ამ საკითხს იმიტომ ყველამ კარგად იცის რომ საპატრიარქომ ამ სქემით თუ იმ სქემით გაყიდა ეს მიწა რომელზეც არაბიზაციის პრობლემა დგას ეს არავისთვის ახალი არაა და თვითონ არიან ჩუმად და უფრო მეტიც ამაში პრობლემას ვერ ხედავენ ეს იყო როდესაც ჩვენები იყვნენ მისულები მოითხოვეს საპატრიარქოდან მხარდაჭერა მაშინ გამოვიდა ეს რო ყავს რა ქვია მხედრიონელი მამაოროა ეს იაკობა და ატო უნდა დაგიდგეთო გვერდჩიო ეგიო ნაცების დროსო იდგავე ეგ პრობლემაო ახლა არ დგასო ეგ პრობლემაო და საერთოდო მოცილდითო აქედანო რა ნუ გვაწუხებდო რა მოგახსოვთ ეს ამათი ის ხო და აი ამათი არის ამათ აყავთ დაზიანებული საქართველო ამ წვერიანებს ქრისტეს მოღალატეებს რომლებსაც მღვდელები და სასულიერო პირები ქვია და აი ამ ქოცებს დღეს ახლა ყველამ კარგად იცის რომ იქ დაიწყება მალე არაბული ქალაქის მშენებლობა. დააკვირდით ერთ საინტერესო დეტალს. გადახედეთ აბსოლუტურად ყველა იმ ძალას, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებას აკეთებს, რომ ის არის ეროვნული, რომ ის არის რაღაცა სამშობლო უყვარს, ღმერთი წამს, როგორ და რანაირად ეს ცალკე თემა არის. ეს აბსოლუტურად ცალკე თემა არის, ვინ ფარისეველია, ვინ ჭეშმარიტია, ამაზე მე არ ამბობ. მე მაგ უბრალოდ დააკვირდით აი ამ ძალას. დააკვირდით